ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ჩვენ ვიმყოფებით დიდი მარხვის მეექვსე შვიდეულის, ბზობის შვიდეულის პერიოდში და ჩვენ ვემზადებით უდიდესი დღესასწაულის შესახვედრად მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულის შესახვედრად. სხვანაირად ჩვენ მას კიდევ ბზობას უწოდებთ. ეს დღესასწაული არის გვირგვინი ჭეშმარიტების აღიარებისა და ჭეშმარიტებისათვის გონების სრული დახშვისა. ჭეშმარიტების თაყვანისცემისა და ჭეშმარიტების გმობისა. აი ამის კულმინაცია, რაც მთელი ამ ქვეყნიური მაცხოვრის მოღვაწეობის პერიოდში თავს იჩენდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხარისხში და ეს ორი მდგომარეობა აღიარება, თაყვანისცემა ერთის მხრივ ჭეშმარიტებისა, ხოლო მერვეს მხრივ სრული გონების დახშულობა, დაბნელება ჭეშმარიტებისათვის და მისი გმობა. აი ამ სახარებაში, რომელიც იკითხება ბზობის დღესასწაულზე, კვირა დღეს დიდი მარხვის მეექვსე ბზობის შვიდეულის კვირა დღის წირვაზე ნათქვამია იმის შესახებ უპირველეს ყოვლისა, რომ მაცხოვარი მივიდა, ეს არის იოანე ღვთისმეტყველის სახარება მე-12 თავის პირველი მუხლიდან მე-18 მუხლის ჩათვლით. აქ ორი ნაწილად იყოფა ეს მთხრობა, ეს ამბავი. პირველ ნაწილში მოთხრობილია თუ როგორ მიდის მაცხოვარი ბეთანიაში, სადაც მან რამოდენიმე დღის ადრე აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე. და იგი ზის სუფრაზე, ლაზარეც მის გვერდით არის. მას ემსახურებიან, მათ შორის ემსახურება ლაზარეს და მართა. და მრავალი ადამიანი მოდის იერუსალიმიდან, რათა იხილონ აღდგომილი ლაზარე. რადგანაც მოახლოებულია პასექი. პასექის წინა დღეა ფაქტიურად ეს დღე. და მეორე დღეს უკვე მაცხოვარი შედის იერუსალიმში, რომ აღსრულდეს ის, რისთვისაც იგი მოვიდა, მისი ჯვარცმა და სიკვდილი და აღდგომა. და მაცხოვარი მთელი თავისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთხელ იდგა ესეთი სიკვდილის საფრთხის წინაშე. და იგი მუდამ განერიდა ამას. არა იმიტომ, რომ სიკვდილის ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სიკვდილი უნდა მომხდარიყო განსაკუთრებულ ვითარებაში. როდესაც მთელი ერი დაინახავდა ერთის მხრივ მის დიდებას და ამავე დროს ესე იგი დაინახავდა მის ჯვარცმას, მის მოგტინებას და შემდგომ იხილავდა მის აღდგომას. აი ეს ყველას უნდა ენახა მისი ხორციელი სიკვდილი და ამიტომ განერიდებოდა. ეხლა კი იგი რასაკვირველია ემზადება, რომ იერუსალიმში უნდა შევიდეს, მაგრამ სანამ შევა ეს პარასკევ დღეს იერუსალიმში, სანამ შევა, მანამდე ესე იგი იგი მიდის ლაზარესთან სოფელ ბეთანიაში და არის სერობა. და ამ სერობაზე მარიამი მეორე და ლაზარესი
ნელსაცხებელს, ძალიან ძვირად ღირებულს ნელსაცხებელს თლიანად ერთ ჭურჭელს, სადაც ინახება ეს ნელსაცხებელი, თლიანად დასცლის მაცხოვრის თავზე დაასხამს და ფეხებზე დაასხამს მას. ეს იყო ებრაული ტრადიცია, როდესაც სტუმარს, საპატიო სტუმარს ნელსაცხებელს ცხებდნენ და მან ესე იგი მთელი ეს ნელსაცხებელი რაც ჭურჭელში იყო 300 დინარის ეს რამოდენიმე ოქროს ესე ვთქვათ ფული იყო, ანუ ძალიან ძვირი იყო და ეს ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი მთლიანად დაასხამას და ამით გამოხატა მადლიერება ღვთისადმი, არა მარტო მისი ძმის ლაღზარეს აღდგომისათვის, აღდგინებისათვის, არამედ იმისათვის, რომ იგი მოვიდა კაცთა საცხოვნებლად და იუდა ისკარიოტელი გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ აი რატომ ასეთი ძვირფასი, ასეთი ძვირად ღირებული ნელსაცხებელი ასე დაიხარჯა ასე და როდესაც შეიძლებოდა რომ ამის გაყიდვა და ძალიან ბევრი გლახაკის განკითხვა, ანუ დახმარება. და მაცხოვარი ეუბნება რომ შეაწუხებთ ამ დედაკაცს, ანუ მარიამს. მან ეს ჩემი დაფლის დღისათვის გააღასრულა, ანუ როდესაც მაცხოვარი ჯვრიდან გარდა მოხსნეს, მაშინ იგი ასე ვთქვათ, საფლავში და დასვენების შემდეგ მას მცველები დაუყენეს, მაშინ წიგნობართა და ფარისეველთა თხოვნით მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომის ხელისუფლებამ და ნელსაცხებელის ცხება შეუძლებელი იყო და აი თითქოს ღმერთმა მაცხოვარი ამბობს, რომ აი მას ეს აღასრულებინა, რათა აი ეს ჩემი დაფლის ანუ გარდაცვალების შემდეგ სხეულზე ნელსაცხებელის წასმის წესი აღესრულებინა. და ეს გააკეთა რატომ მარიამმა მართაც ძალიან დიდი სიყვარულით იყო მაცხოვრისადმი, მაგრამ მისი მსახურება იყო ხორციელი, ფიზიკური. იგი სუფრის, ასე ვთქვათ, სუფრას ემსახურებოდა და ხორციელ, ასე ვთქვათ, ხორციელ საჭიროებისთვის ზრუნავდა და აი მარიამი ადრეც იყო ამის მაგალითი, როგორ ესე იგი ეძიებდა მუდამ სულიერ საზრდოს და ეძიებდა ასევე საშუალებას, რომ თავისი სიყვარული გამოეხატა და ესეთი უძვირფასესი, რაც ესე იგი ამ ოჯახსთვის არ იყო ალბათ არ არის ნახსენები, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო ძალიან მდიდარი და ასეთი ოჯახი ეს მართას, მარიამის და ლაზარის ოჯახი და ჩვეულებრივი რიგითი ოჯახი და ძალიან ბევრი დრო დასჭირდებოდა ამ თანხის შესაგროვებლად, რომ ეს ნელსაცხებელი მას შეეძინა და აი მან ეს ყველაფერი გააკეთა იმის გამო, რომ დიდი იყო მასში განცდა უფლის ღვთაებრიობისა. ანუ იგი განიცდიდა უფლის ღვთაებრიობას და ორი მაგალითი უფლის ღვთაებრიობის განცდის მაგალითი ეს არის მარიამი, რომელიც თვით მოწაფეებს შორისაც კი გამოირჩევა, იმიტომ რომ მოწაფეებიც იქ იუდა მართალია იუდამ ამოიღო ხოლმე სხვა მახარებლები სახარების ავტორები წერენ, რომ რაღაც მოციქულებს შორისაც იყო ცოტა ესეთი ჭოჭმანი. ანუ ფაქტიურად ერთეულები იყვნენ, ვინც მაცხოვრის დიდებას, ესე ვთქვათ, ყველაზე მეტად ხედავდა და აი ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხილვა ღვთაებრივი დიდებულებისა, განცდა ღვთაებრივი დიდებულებისა და ამის არათუ ვერ განცდა და ვერ ხილვა, არამედ მის მიმართ სრული გონების დაბნელება, სრული დახშობა და აი ამის საპირწონე არის იუდა. აი ეს ორი
ყველაზე კაფეო მაგალითი ერთის ხრივ, ესე ვთქვათ, მარიამი, რომელიც განიცდის აი ღვთაებრიობას, იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და იუდა. აი რა არის ის მიზეზი, რომ მარიამი ამას განიცდის სხვებზე მეტად, თვითმოციქულებზე მეტად? მიზეზი გახლავთ ერთადერთი, რომ ვინც მეტად შეიყვარებს უფალს, მას მეტად გაეხსნება უფლის ღვთაებრიობის ხილვა და აი სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, სიყვარული აი ამ უდიდესი სათნოებისადმი, რომელიც იყო მარიამში. აი ყოფი ესე ვთქვათ საფუძველი იმისა, რომ მას გონება ეხსნებოდა. აი თავად იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს თავის ეპისტოლეში, რომ რომელსა უყვარდეს მან იცის ღმერთი, რამე თუ ღმერთი სიყვარული. აი ესეთი დიდი სიყვარული და სიყვარულის ესეთი ძლიერი განცდა, აი ასე თქვა ძლიერი სიყვარული ხსნის ადამიანში აი ამ სულიერ ხედვას. და მოდის ეს სიყვარული, ვიცით ჩვენ მაცხოვარი ბრძანა, ვისაც მე უყვარდე ჩემი მცნებები დაიმართოს. აი რაც უფრო მეტად გინდა რომ დაუახლოვდე უფალს, თუ ადამიანი ცდილობს და დაუახლოვდე ნიშნავს რომ მეტად შეიყვარო. ანუ ვისაც სურს რომ უფრო მეტად უყვარდეს ღმერთი, ის ცდილობს მისი მცნებები დაიმართოს და ვინც მეტად ცდილობს რომ მცნებები დაიმართოს, სიყვარული მისი უფრო დიდია და მისი გული გონება იხსნება და იგი ხედავს იმას, რასაც ბევრი ვერ ხედავს. ასეთი მოციქულთა შორის გამორჩეული იყო იოანე ღვთისმეტყველი, რომელმაც იხილა ის, რაც ბევრმა ვერ იხილა. და რაღაც აი მესაიდუმლე იყო თითქოს აი უფალთან კერძს მიყრდნობილი, ანუ მას რაღაცა კადნიერება ჰქონდა, იმიტომ რომ მეტად შეიყვარა. და მეორე ამის საწინააღმდეგო იუდა, რომელმაც ესე იგი სწორედ თავისი არასწრაფვით უფლისაკენ და რა არის ეს უფლისაკენ სწრაფვა? ეს ნიშნავს ადამიანი, როდესაც დგება საკუთარ ადამიანურ ვნებებზე მაღლა, როდესაც იგი მზად არის ყველაფერი დაითმინოს, ოღონდ უფლის ნება აღასრულოს. და როცა ადამიანი თავის ეგოისტურ სურვილებს აღასრულებს და რაც უფრო მეტად აღასრულებს, მით უფრო მეტად იხშობა მისი მით უფრო მეტად ესე იგი სიყვარული ცივდება უფლის მიმართ და გონებაც იხშობა და ფაქტიურად ღვთისგმობაში ვარდება. და აი ასეთია ორი ესეთი პოლუსი და მეორე იგივე აი ამ პოლუსის მაჩვენებელი არის, როდესაც მაცხოვარი უკვე შედის იერუსალიმში და ეს არის პასექის მოლოდინში, მთელი ესე ვთქვათ ესეთი მოყვანილია განმარტებლები ამბობენ, რომ რომის დედაქალაქი იყო მსოფლიო მაშინ დედაქალაქად იწოდებოდა იმ პირველ საუკუნეში და რომის დედაქალაქში რაც ხალხი იყო, იმდენივე იკრიბებოდა იერუსალიმში პასექზე და მთელმა იუდეველთა ერმა, რომელიც განთესილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში, ესე იგი ჯერ გაიგო ეს ლაზარეს აღდგენის ამბავი, თუმცა სხვა სასწაულებიც ეხსმოდა, მაგრამ თავისი თვალით მიდიოდნენ და ასე ვთქვათ, შექონდათ საშუალება ეხილათ ეს დიდი სასწაული, აღდგომილი ლაზარე და ვინც იხილა ამას ყვებოდა და ფაქტიურად თელმა ისრაელის ერმა გაიგო ეს ამბავი და გაიგეს რომ აი სწორედ იესო ეს არის იწამეს, აი გაეხსნათ მათ ეს ხედვა რომ დიახ ეს არის მესია და ისინი უკვე ხედავენ რომ ელეონის თვიდან ეშვება მაცხოვარი და ისინი მას ეგებებიან, ზოგი ტანსაცმელს უფენს, მაცხოვარი ესე იგი ვირის ესე ვთქვათ კვიცზე არის ამხედრებული, ესეც დიდი სიმბოლოა, ესე იგი კვიცი იყო სიმბოლო წარმართული ერისა, ხოლო ვირი ესე იგი იყო სიმბოლო ძველი აღთქმის ისრაელის ერისა და რომ ისრაელის ერი არ ემორჩილებოდა უფალს, ხოლო
წარმართულიერი მას დაემორჩილა და აი წარმართულმა ერმა ესე იგი მიიღო უფალი და ატარებდა უფალს, ანუ მას შეუდგა უფალს წარმართული სამყარო და აი შედის და მთელი ესე იგი იუდეველთა სამყარო გაეხსნათ ადამიანებს, გაეხსნათ ეს ხედვა და რასაკვირველია მათი ხედვა ეს არ იყო ესე ვთქვათ ჯერ კიდევ საბოლოო ანუ ეს მაგრამ იმ მომენტში ყველას ჰქონდა მიცემული აი ეს უნარი რომ ესე ვთქვათ ზეიმი იყო დიდი უფლის ხილვის და უფლის თაყვანისცემის საყოველთაო თაყვანისცემის უდიდესი სიხარული მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევადარო იმ დღეებს რომელიც ჩვენ გავიარეთ აი პატრიარქის დაკრძალვის წინა დღეებს და დაკრძალვის დღეს ეს იყო როდესაც ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით დიდ მწუხარებაში დიდ თაყვანისცემაში დიდ სიყვარულში და აი ეს გახსნილი იყო ყველა გახსნილი იყო ამ განცდისთვის და აი საუმწუხაროა რომ ესე იგი იყვნენ ადამიანები რომლებიც ვერ აღიქვეს ეს მოვლენა ზოგჯერ ესე ვთქვათ კრიტიკულადაც კი აფასებდნენ რაღაც გარკვეულად ამ საკითხებს აი ესევე გამოჩნდნენ ეს წიგნოვრები და ფარისევლები რომელიც მაცხოვარს ეუბნებიან რომ უბრძანე მათო რომ ასე იგიო ასე ნუ ამბობენო ხალხი იძახდა კურთხეულვარს მომავალი სახელი და უფლისათა მეუფე ოსანა დიდება ღმერთს კურთხეულვარს მომავალი სახელი და უფლისათა მეუფე ისრაელის ეს იყო ესე იგი აი ესე ხვდებოდნენ მეფეებს და ისრაელმა იცნო თავისი მესია და მიიღო ეს მესია იერუსალიმში აი დიდებით შესვლა აღესრულა მისი თაყვანისცემა საყოველთაო მაგრამ აი როგორც ჩვენ და იყო ეს ნაწილი რომელიც ამას ვერ აღიქვამდა და ვინ იყო ეს ნაწილი ისევ და ისევ ადამიანები რომელიც საკუთარ ნების აღმასრულებელნი იყვნენ ზოგადად ადამიანური ნება სნეულია და როცა ის თავის ნებას აღასრულებს ის სულ უფრო და უფრო ცილდება ღმერთს ხოლო ცნება ღვთისა ეს არის ასე ვთქვათ სნეული ბუნებისათვის არ არის ადვილი მაგრამ თუ ის მოიკვეთავს ამ თავის ნებას და აიძულებს თავს რომ ცნება აღასრულოს მაშინ ადამიანის ფერისცვალება იწყება და აი ვინც პირიქით თავის ნებას კი არ მოიკვეთავდა არამედ სულ უფრო და უფრო ცდილობდა რაც შეიძლება მეტად დაემკვიდრებინა თავის თავი როგორც მატერიალურად ასე სახელისა და პატივის თვალსაზრისით და აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ელიტარული ფენა ისრაელის სამწუხაროდ და ისინი პირდაპირ ესე ვთქვათ აღშფოთებულნი იყვნენ ისიც კი უნდათ რომ ლაზარე მოეკლათ აი გასაგებია ვთქვათ მაცხოვარს რაღაც სილს წამებდნენ და ნუ ამართლებდნენ რომ მისი მოკლა ეს გამართლებულია თითქოს ის თვითმარქვია იყო და ღმერთს გმობდა მაგრამ ლაზარე რომელიც ღმერთმა აღადგინა რატო უნდა მოეკლათ იმდენად დაბრმავებული იყო მათი გული და გონება რომ მზად იყვნენ ამის გასაკეთებლად და აი სწორედ ეს არის ის სიდიადე უფლისა რომელიც ზოგიერთისთვის არის ნეტარების მომნიჭებელი ხოლო მათთვის ვინც გონება ვისაც დახშული აქვს ვინც ასე ვთქვათ აი თავისი ცოდვების გამო შეზღუდულად მიწიერად აზროვნებს მისთვის ჭეშმარიტება სწორედაც რომ ასე ვთქვათ ბოროტება ხოლო მათი ასე ვთქვათ სიცრუე არის ჭეშმარიტება და აი ეს არის მთავარი რომ ჩვენ გვახსოვდეს ჩვენ საკუთარი თავის უარყოფით საკუთარი ვნებების დაძლევით უახლოვდებით ღმერთს ხოლო საკუთარი ნების აღსრულებით ჩვენი ეგოისტური სურვილების აღსრულებით ჩვენ ცილდებით ღმერთს და ვეღარ ვხედავთ ვეღარ ვარჩევთ ჭეშმარიტების არ ვიცით რა არის კეთილი და რა არის ბოროტი აი ეს არის ტრაგედია და აი კიდევ ერთხელ ეს ჩვენ გვასწავლის ეს დღესასწაული რომ როგორ უნდა ესე იგი ვამზადებდეთ თავს ჭეშმარიტების შესაცნობად რომ არ აღმოჩნდეთ
ღვთის გმობაში არამედ ვიყოთ მადიდებელნი ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტი ღმერთისა და მისი სწავლებისა. გილოცავთ აი ამ კარზე მომდგარ დღესასწაულს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვიმყოფებით განსაკუთრებული ასეთი სულიერი ღვთაებრივი მადლის გარდამოსვლის წუთებში რაც გრძელდება მას შემდეგ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გრძელდება ეს წუთები და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველამ ეს ძალიან ესე ვთქვათ შინაგანად შევეცადოთ ამის შენარჩუნება ჩვენი სწორი ცხოვრებით, ჩვენი სწრაფით სულიერებისაკენ, რაც შეუძლებელია ღვთის მადლის განახლების გარეშე. ეს განახლება კი ხდება სწორედ საეკლესიო, საღვთისმსახურო საიდუმლოებებში, სადაც ჩვენ ვამბობთ აღსარებას, სადაც ჩვენ ვეზიარებით და სხვადასხვა საეკლესიო მსახურებებში, რაც აი განსაკუთრებით დიდი მარხვის ბოლო პერიოდი გვამზადებს ამისთვის და ერთმა შეგვაძლებინოს რომ ღირსეულად მოვემზადოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის და ვიხილოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა და განახლება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.